ეს არის ერთი თეთრი. ის კი მილანის საკათედრო ტაძარი. მე კი ამ ერთი თეთრით ვაპირებ იმოგზავრო ევროპაში და დავბრუნდე საქართველოში. ესი ნომერი 1. ნებისმიერი სასმელი, საკვები, ღამის გასათევი, თუ ტრანსპორტი უნდა იყოს გამომუშავებული ამ ერთი თეთრით. Hey bro, do you have something to trade me into this one penny? No? Okay. Wow! ეს არის ჩვენი პირველი ნივთი ველოსიპედის ზარი და ალბათ ხვდებით ვინც უნდა მოძებნო. Hey, Miss Cozy. Stop one. ერთი წუთი. ბიჭო, სად გაქნენ ეს ველოსიპედიანი ხარ? Hey bro, do you need this? Hello, 1 minute. You need this? Hey bro, chip. Gini. იმედია ცოტა იაფად გავყიდი და გადავალ უკვე ჩემს შემდეგ ფულის შოვნის მეთოდზე, რომელიც უფრო გამიმარტივებს ფულის შოვნას. How much you give me? 4 euro? 4 euros is too much. Čo 4 euro ძალიან ბევრი ფულია? ევროპაში მგონია ვარ და მეთქი ევროებს ვიშოვი მოუყრიან ფულებს. Bravo! Ay, საქმე მიხედავთ. Let me check my bag. But that's a sweaty old hat. Well, I can either give you this lock here. What do you have? Wow! USB კაბელი, მეორე ვარიანტი არის ბოქომი. ჩვენი ახალი ნივთი ბოქომი, რომელსაც იმედია უფრო მარტივად გადავცვლით. Are you interested? How much do you think it will cost? Maybe 10. 10 euro? Okay. Are you sure? Yeah, man. Come on! Oh, my man, what's your name? Alessandro. Alessandro, you are from Italy? Yeah, from Italy. Oh, gracias, my man. 10 euro, წამო ხა დროზე. მილანის ქუჩებში 2 საათიანი ბოდიალის შემდეგ მე მაქვს 10 euro და სერიოზული გეგმა. ერთი თეთრით მოგზაურობის ინსპირაცია მომცა ამერიკელმა იუთუბერმა რაიან ტრახამმა, რომელსაც მსგავსი ბევრი სერია აქვს გაკეთებული. ამიტომ მთელი ჩემი მოგზაურობის მანძილზე გამოვიყენებ მის საყვარელ ფულის შოვნის მეთოდებს და საბოლოოდ გავცემ პასუხს. შესაძლებელია თუ არა ერთი თეთრით ევროპაში მოგზაურობა და საქართველოში დაბრუნება. იტალიური მაღაზია პამლოკალი. ეს არაფერში ამჭირდება? Hey, where is cold water? We don't have cold water. ცივი წყალი არ არის, რაც ძალიან გართულებს გაყიდვას. 6 ცალი ღირს euro და 30. ერთი ბოთლი 1 ევროში მგონი მწყურვალე კაცი შვებას მოგვრის და მე ძალიან დამეხმარება. Selling water for 1 euro. Cold? Not cold, but yeah, it's water. At least. Oh, thank you. Yeah, enjoy. პირველი წყალი. Hydration, must hydration. Fine, no, thank you. Okay. Yeah, you want? Thank you. We want also. Oh, whoa. Thank you. Give. Here you go. Gifts. Thank you. Oh, you have water also? Why so many water? 1 or 2? Oh, thanks. გავყიდეთ 6. წავედით ახლა. კიდე 6 ბოთლი, 6 თუ 12. გონი 12. თავდაჯერებულობა პიხს აღწევს. მეორეჯერ მოვედი მაღაზიაში. Hello. 12 ბოთლი მაქვს, ანუ დაახლოებით 12 euro მაინც მოვიდა. Oh, put it here. I traded them already. You have to sell them cold. Yeah, but you don't have cold. How much? 260? Yeah. Oops. Oh, thanks. ეს ადგილებში თუ მოხდები და მოგინათ ფული შოვნა, გაყიდეთ წყალი. Hi guys, trying to sell water for 1 euro. მოდი ერთსაც მედავლებ რა. ჯო ეს უნდა დამემუღამებინა. ფული შოვნის მარტივი მეთოდი. მოიშინაურე მტრედები. Can you hold this 1 second? You won't change or? No, keep it. Thank you. 2 euro. Because he's from India. Oh, I'll yeah. give you apples. So. Whoa, thank you. That's a pink. Thanks, it's great. Yeah, thank you. Okay, thank you. Gracias. Respect. Hey bro, you want water 1 euro per? You want? You need. Only 2 left, and it's 1 euro per bottle. And I'm leaving this city. I'm hurry. Need this 2 euro. Do it. Oh! Wow. Გავყიდე. Thank you. Yeah, the water. Yeah. Goodbye, Milan. We go back. We go. I don't know where. But Where are you from? I'm from Paraguay. Paraguay. What's your name? Lucas. Lucas? Yes. Thank you, Lucas. Lucas, რაკაცი ხარ და კომენტარით მეგობრებო. წავედით. მადლობა. მოგეთ საბოლოო ჯამში ძალიან კარგად ჩაიარა დღე. თუმცა ერთი პერიოდი დაახლოებით 9 საათი ერთ-ერთი ბოთლის წყალი ვერ გავყიდე. ნელ-ნელა გარცულდა. No, gracias. No.
სწორედ ამ დროს გადავწყვიტე დასვენება და დასარჩენის მოძებნა. მოსტალიღის 50 ევრო, 60 ევრო, 59 ევრო. ამიტომ დროზე უნდა გადავიდეთ მეორე გეგმაზე. Couchsurfing-ი. რომლის დახმარებისას გავიცანი ფრედო ჩემს წინა მოგზაურობაში. ეს არის აპლიკაცია, სადაც სტუმარი პოულობს მასპინძელს. შეგიძლიათ შეთავაზოთ თქვენი თავი, თქვენთან შეიძლება დარჩენა ის მოგწევს ან კიზ ან გაჯ. სამწუხაროდ მილანში ვერ მოძებნე დასარჩენი და ისევ ფრედოს თხოვე დახმარება. Hey, I'm waiting for you. For you was a hard day, I think. თუმცა ფრედო არის ვენეციაში, შესაბამისად ბილეთის ყიდვა მომიწია. სად არის ძმობას გაკ 26-41 გვინდა. არა წერია შეჩემო. მოვასწარით. და აქ დავუშვეთ ის სერიოზული შეცდომა, რომელმაც მთელი ჩემი მგზავრობა შეცვალა. დედაჩემო და ამერიკა როგორ მოვეწყოო. რა მოვეწყე, დედი. ამოწყდი. Hello, Shobakujina. Free? Yes. Would you like any drink? Yeah, coffee. You have coffee? Yes. Americano. Oh, thank you, my man. Georgia, Kvaraskelia. Wow! Can you add a little please for Georgian guara? Yes. I'm fucking tired. Any sweet to make me alive? Cooking. Yeah, and can you give me one more for a road? Only for glass. Yes, thank you. Wow! Biletis kontrolli mõttes. სამწუხაროდ არასწორ მატარებელში ავშდით. We just consider like this because we don't have money. No. Sorry, I'm just doing my job. სკამთა შესუსումრებას აღარ ღვაწლევენ. ველოდებით ახლა შემდეგ გაჩერებას პანჯურს ამოგვარტყავენ და ჩაგვიშევენ. ეხლა მოვიდით იმ გაჩერებაზე, რომელზეც წესით უნდა ჩავიდეთ და ვემალებით კონტროლერს. აქ სოფტა. დავიძარით ორი გაჩერება და ვენეციაში ვართ. Benvenuti a bordo di 89 97 No, please. One more station, please. Okay? Oh, mine's squad me. Bro, come on. You know Guara? No Guara? I'm Georgia. Bye. სუჩი აქ იქნება შემდეგი მატარებელი. ნახე სად არის ვენეციის. ბიჭო სურატო დავბივარ. რა მაინტერესებს აქედან ჩამსვლელი მე არა ვარ ვენეციამდე. ბიჭო ამასაც არ გავუშვებს, ხო? No, yeah, a ticket for a regional train. No video. აქედანაც გაგვაჯმევინეს. აღმოჩნდა რომ ეს უკანასკნელი არის ჩვენი მატარებელი. ზევით და ზევი მაღლა და მაღლა. შეუძლოა. ეხილი ხავს შემი დაბრუნება ვენეციაში. რა შეიძლება გაგჭირებია. 40 წუთიანი ბოდიადის შემდეგ მივახვდი ფრედოს. ამბრელა, ელა, Welcome nice back. To meet you. I know how tired I am. Yeah, you are. They collect from Sri Lanka, from Australia, from South Africa. Woody, eh? Yes, it's all of them. Oh my god. Oh shit. You just like mess everything. This is for my special guests. Comes directly from South Wild Africa. It's their traditional food. Chin chin. Georgian is gaumar-juice. You see, even that is hard. Gaumar-juice. Gaumar-juice იმას ვინც ახლა გამოწერეს რიგად დაჭერს ხელს და ამას უყურებს. ეს ის პირველი დღის დასასრული გემშვიდობებით ყველამდე. დღე 2 ვენეცია. როგორც ნახეთ, გუშინ შევძელი ერთი თეთრით მეშოვნა 28 ევრო და 30 ცენტი, დღეს კი ჩემი ქონება შეადგენს 13 ევრო და 30 ცენტი. სამი ორი ცხობილა მატარებლიდან, ერთი ცარიელი ბოთლი მინაიდან. ვენეციაში უამრავი ფანტანია, საიდანაც შეგიძლიათ მშვენიერი წყალი აავსოთ, რომ წყალში ფულის დაზოგვა აქ ძალიან მარტივია.
როგორც ხედავთ, შესანიშნავი დღე არის ფულის შოუნისთვის, რაშიც ჩემი მეგობარი ფრედო დამეხმარება. What's our plan, please? I have two good plans for you, but first of all, I can see that you are goddamn hungry. I will invite you to a good pizzeria. See, I have two ideas in my mind. We can deliver some stuff to the people. Another plan is going to the people and just giving them guide. We could get amazing tips from them. 10 euros, 30 euros. So imagine that you will get it maybe from 5 or 6 people. Hey, basta. What Let's you want? do it. Maybe I will have a ticket for the next country today. I may. Hello guys, we are making free Venice tours. Are you interested? No. Free tour only for donation? Thank you very much. Okay. We are making free tours in Venice if you are interested. Venezia სავსეა ტურისტებით, მაგრამ არავის აინტერესებს ჩვენი ტურები. We can offer you free tours in Venice. We are professional tours. We are from Venice though. Wow, really? Good luck anyway. Thank you. And if you like, you just give us a little tip because we are. So we could try something. We have lots of So information. this is Arsenale, one of the most important places for Venice because they were not only building ships, they were also selling. Yeah. Exactly. To help us. Building ships? Good question. Build, yes. He's very curious person. No, they don't build ships now. We have free tour Yes, only for like donation if you are interested. Do you want to join to our tour? We need to go to the train station later. Ah, okay. You are in the hurry. It's interesting. Really. Thank you, guys. Very interesting. I hope that you will like this. He knows, like he. Try to keep this. Wow, I didn't. Really? Oh, wait. Wow, man! I was expecting like coins or nothing. Wow, thank you. What's your name? Clément. William. Yonko. Clément William Yonko. My bros from France. You are interested in morsing? I don't know. Okay. Yeah, okay. Okay. Yeah, thank you. ცოტა ხანი ფრედომ დაგტოვა, თუმცა ჩვენ მაინც ვაპირებთ ფულის შოვნის გაგრძელებას იმ მეთოდით, რომელმაც მილანში ძალიან გაამართლა. და იმედია ხალხმა არ იცის აქ რომ წყალი, ბოდიში, წყალი აქ რომ ყველგან იზისმევა. Oh, thank you. I'm trying to sell this Coca-Cola. You need cola? Water, cola? Hey bro, I'm trying to sell water Coca-Cola. It's really good taste. Are you interested? No. Really? Are you not interested? Ah, ქართველები ხარ? გوانი გავყიდეთ, ო. გავყიდოთ. ვაუ, ორივე აიღე. ჯიგრები ხარ. 5 евро. ეგა, ძმაო, ქართველობა, ქართველი თუ გადაარჩენს ისევ ქართველს. აბა, ქართველებო. Two waters? Wow. მადლობა, მომიცი. აი გოგო ხარ. ჩემი ორდღიანი გამოცდილებით და მეცნიერულ სტატისტიკური დასკვნებით შემიძლია ვთქვა, რომ 100 ადამიანიდან ერთი ყიდულობს მხოლოდ წყალს. And only one left and I'm going and I'm trying to sell. Wow. Thank you. Thank you guys. აუდის ახლა ფრედო ვნახოთ, რომელთან ერთადაც ვიმუშავებ კურიერად ვენეციაში. So now you are the delivery guy. This is the hard job which you have to do. Yeah. აქედან 9 საათში გვაქვს ორი შეკვეთა ერთ რესტორანში. ერთი უნდა მივიტანოთ 23 წუთში, ხოლო მეორე 26 წუთში. რა ხელა მანძილზე გავიაროთ და მთელი ვენეცია უნდა გადავყვეთოთ. პირველი შეკვეთის მიტანისას კი ტელეფონზე ერთი ზარი შემომივიდა, რომელმაც შემდეგი დღე და შეიძლება მთლიანი ევროტურით შეცვალა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ასევე არის 20 კილომეტრში მდებარე ქალაქ ტრევიზოში. თუ გინდა მიდი, რამდენი ხანიც გინდა გაატარე, მათთან ერთად იცხოვრე და შემდეგ გავიზრდე შენი ევროტური. Oh, good news, yes? Bravo! ჩვენი შეკვეთაც მგონი უკვე დამზადდა. ამ ხელა ჩანთაში მაინც ვერ ეტევა ორივე, ამიტომ გვიწევს ორი ჩანთით წაღება. ნახოთ ანაზღაურება რა იქნება და იმედია ტიპსაც დაგვიტოვებენ. აი ამ საოცარი ხედებით ვებოდე ახლა მე, თუმცა Thank you. ტიპი დაგვიტოვა რაღაცა. Whoa. ვენეციაში გაგნება Google Maps-იც არის ძალიან რთული, რადგან საშინად მუშაობს. ერევა კალიბრაცია, მოგეთ სულ Google Maps-ში უნდა იყო, რომ რაღაც გაარკვიოს ადრესი. Thanks. Delivery 17. ვენეციაში არ არის არც Wolt-ი, არც Glovo, აქ არის მხოლოდ ვენეციური Coca Delivery. ვენეციაში კურიერობა არის საშინად რთული, რადგან გიწევს სულ ფეხით სიარული. 40 წუთია, მოვდივარ. Thank you. იდე დავიკარგე რა. ჩვენი ლოკაცია. Hello, sorry for late.
ტიპი რა თქმა უნდა არ დაგვიტოვა, რადგან 9 საათს დავაგვიანეთ. როგორც ხედავთ, დაგვაღამდა ამ შეკუთების მოწანისას. მიშოვე ახლობით 25 €. Thanks for this fucking working. Give me your my heavy bag. Have a nice trip, have a nice trip. და როგორც იქნა ჩამოვიდი ქალაქ ტრევიზოში და ჩემს უკან არის ორი დისასტუმრო, სადაც ჩვენი ნაკრები ცხოვრობს და ემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ხვალინდელ დღეს მეც მათთან ერთად გავატარებ. ამიტომ ჩვენი დღეც დაიწყება გაგო. ეს არის ჩვენი საუზმის საუკეთესო მომენტი, ნუტელა. აგეოსება ნუტელა? არ წაიღები სახში ამ იქივა. დილას ვიწყებთ ჯანსაღი ნუტელას. მე მივიღოთ ვარჯიშზე. შენ გარჩევები დამჭირდება დღეს. გაჩვი. აი. ის შემდეგი აქტივობა კი არის ტრენაჟები და ვარჯიში. შავიდა, ფეხის ხარეს, ესე როტაცია, გავსწავლით. 5 სამფეხს აკეთებ, 5 მეორეს. შენ ნაკრების გარდა კიდე სადავარჯიშე პერფორმანს, ბარდა სპორტსმენები. სპორტსმენი, ფეხბურთელი, კალათბურთელი, მთელი უმრავლესობა სპორტსმენის არის სპეციალური. ანუ ნებისმიერ შეუძლია ივარჯიშოს მცნობა, რომელიც ავარჯიშებს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს. და ეს არის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი დამღოლელი მონაკვეთი, სადაც ბევრს ვერაფერს ვერ გაჩვენებთ, რადგან ნაკრების წევრები ამუშავებენ კომბინაციებს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენებენ და იმედია წარმატებასაც მიაღწევენ. როგორ შემატკივოთ ერთად მათ მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიაში. ეხ თუ ჩავაგდე, არხი უნდა გამოიწერო. გაჭირშოს პაციენტს. რამდენი წელია? 50 არ არსებობს. პროტეინი ხომ არ მოგიტანო? შეიძლება გავსინჯო ერთი მეც. თქმა უნდა. სრული სერვისი ძმაო. გუშინ ვიარე ვენეციაში 32 კილომეტრი. აღდგენა მეზაანჭი. გავცოცხლდი. ბიჭები შემყურე კი მეც მომინდა ჩემი თავის გამოსცა კალათბურთში და გოგასგან გამოწვევაც მივიღე. უნდა ვივარჯიშო თროლებზე. 10-დან რამდენი ჩავაგდო მითხარი და ჩაგაბარებ. ადგილი. აი თეთრი დასაწყისიდან. დაჯაემოდან 4 ჩავაგდო. 10-დან 4. აი შენ გამინდა რჩევები ხა. მოდი გურთი აი. აი ეს დაიჭირე. დავაი ექსპეისი რომ აქ ამოვიტან. როესვი ინერციით გაყევ. აი ეგრე. სუსტო. მასწავლის სროლას. შენ ჩატენ მომასწავლე. დინა ამიდება. ანუ ამ ხელს ეხლა რატო ამატე? ხა შენო ესე დრო გჭირდება რომ აიტანო და დააფიქსირო. ამით მიყ. იგივეა, ანუ აგათა პროსტა დააფიქსირე და ბოლო წამს გავუწ. აი, კაისო, კაია. აგად გიჭიროს, არა უშ. გა. Keep working, baby. ისმიერ საქმეში მთავარი არის მონდომება, ჩემების მოსმენა და გათვალისწინება. ამის შემდეგ ჩვენი ბიჭები მიემგზავრებიან ლიტვასა და ლატვიაში, საიდანაც საქართველომდე ფრენა შედარებით იაფიღებს, ამიტომ მეც გადავწყვიტე რომ ამ ქვეყნებისკენ გამეგზავრებინა ჩემი ევროტური. მით უმეტეს, როდესაც ესეთი შესანიშნავი პირობა მივიღე. მოგამია რომ ევროტურიდან მე სახში უნდა დავბრუნდე. აი, გზაში უნდა ისო. ანუ ფრენის ბილეთის უნდა ვიშოვო რა. კაკას თქვენთანაც ჩამოვალ თუ ჩამოვახციე რა. თუ ჩამოვალ ლატვიაში თქვენ გამოფრინეთ, მაშინ და ეგ იქნება რა. საქართველოში ფრენის ბილეთის ვიშო. სანამ ნაკრები ცოტა ხანი ისვენებს, მოდით ჩვენ ტრევიზო დავათვალიეროთ. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ტრევიზოდან არის ჩემი საყვარელი ნამცხვარი ტირამისუ და ის სწორედ აი ამ რესტორანში შექმნა ერთმა შეფ მზარეულმა. მიუხედავად იმისა, რომ თანხაში და ბიუჯეტში ძალიან შეზღუდული ვარ, ის უნდა გავსინჯო. მე ტირამისუ უნდა გავსინჯო. ნამდვილი ტირამისუ. Oh my god. This is a real tiramisu, yeah? Thanks. და რა თქმა უნდა, აქაური ტრადიციული ღვინო პროსეკო. კაია. აბა ამ ღვინოთი და ამ ტირამისუთი თქვენ გაგიმარჯვეთ. ჩემო გამომწერებო და ვინც ახავთ გამომწერები, დააჭირეთ subscribe ღირაკს და ბედნიერება გეწევათ. კი ბევრი დრო არ გვაქვს, რადგან რასთავარი არავინ დაშავებულა. განაც არ იდარდოთ, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი წავიდეთ, დაუბრუნეთ ჩვენს ნაკრებს, რომლებიც სულ რამდენიმე საათშია გამართავენ ამ ხანაგურ შეხვედრას ეგვიპტესთან. მე კი ცოტა ადრე მოვედი, რადგან მივარჯიშო და დავუმტკიცო, რომ ჩემგან კარგი კალათბურთელი გამოვა.
მოდი ხა განმოვინახოთ იმ წერტილში, საიდანაც უკვე 10-დან 4 უნდა ჩავა. აშკარა პროგრესი არის. თუმცა ხანი კიდე მჭირდება ვარჯიში, იმისთვის რომ დაუწუნებული ვიყო, რომ 10-დან 4-ს უეჭველი ჩავაგდე. თუმცა ვარჯიშისთვის ბევრი დრო აღარ იყო და თამაშის დაწყებამდე მომიწია გოგასთვის ჩამებარებინა ჩემი პირობა. 4 უნდა ჩავაგდო 10-დან. საიდან? საჯარიმო. მოგე. აი, 1-დან 0. ოპა! ეს 3-ში 1. Oh, damn, boy. მე მგონი ვარჯიში დამაკდა. 1 საათი რო შევოდეს. 5-დან 1. გავარჯიშა, მამუმ კარგად. არა, მამუკამ ძალიან კაი რჩევები მომცა, მოცა დრო არ მქონდა მე. ეს 6-ში 1. მიტი ბიჭო, კაირო. არ მიმართეთ. ეხლა 3 უნდა ჩავაგდეს ზედილებ, ხო? No way. No way. იცი რა. You're a loser. მარტივი არ ყოფილა, ხო? არა, მარტივი არა, რა თქმა უნდა და ბიჭები არიან სუპერ ბიჭები და უგულშემატკივარს. თუ ჩავაგდე, გამოიწერეთ არხი. ოპა! გოგა სახელზე ძმა. Thumbs up, გამოიწერეთ და turn on the notification. მეორე ტაიმი მორჩა რედ 53-43. უნდას პირველი ქულა ნაკლებში წარმატებები ვუკიტო 1 წუთია დარჩენილი და ვაგებ 3 ქული. სამწუხაროდ დავმარცხდი, თუმცა ბიჭებმა კაი გამოსვლება მიიღეს. დარწმუნებული ვარ გააუმჯობესებენ თამაშს, ტაქტიკას, ეტევებს და უფრო ძლიერები ჩავალთ იაპონიაში. გამოყვები შენ. ჩამოგაკითხავ წესით თუ ყველაფერმა ისე ჩაია როგორც დაგეგმილი. იმედია შევხვდებით. მოვაწერინე ბიჭებს ხელი, გავაცილე, ეხლა კი უფრო დიდი мотиваცია მექნება, რომ გადავკვეთო მთელი ევროპა და ჩავაკითხო მათ ბოლო თამაში უკვე ლატვიაში. ჩვენ კი გავაგზავნოთ მოგზაურობა, ჩვენი შემდეგი ქვეყანა არის